ანაკლიაში ქალთა 79 ჩემპიონატი ჭადრაკში გრძელდება. საერთაშორისო დიდოსტატები გამარჯვების მოსაპოვებლად იბრძვიან. საქართველოს ჩემპიონატში სულ 12 მოჭადრაკეა ჩართული. ჩემპიონატის ფავორიტები უკვე გამოიკვეთა, თუმცა როგორც მსაჯები აცხადებენ, შედეგები ყოველწუთ შეიძლება შეიცვალოს. ასევე ჩემპიონატს ყავს საკუთარი აღმოჩენა, ზუგდიდელი მადონა ბოკვიჩავა. იგი უკვე შეაფასეს როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოჭადრაკე. სასიამოვნო აღმოჩენად იქცა ზუგდიდელი მადონა ბოკვიჩავა, რასაც თავიდან როგორც მასპინძლის სტატუსით მადონა ესე დაუშვეს, თავიდან თողაც გვეგონა რომ ისეთი ვერ გაუწევდა მეტოქეობას, მაგრამ აღმოჩნდა რომ საკმაოდ ძლიერი მოჭადრაკეა. დაამარცხა ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი ჩემპიონატის თავიდან ნაზი პაიკიძე, რომელმაც საერთოდ ჩაშან რუსეთის ჩემპიონატი მოიგო. გამოიკვეთა ფავორიტები, ესენი არიან ბუღა ხოტენაშვილი, რომელიც თავიდანვე ფავორიტი იყო ტურნირის უმაღლესი რეიტინგია, მერი არაბიძე, მსოფლიოს ჩემპიონი 18 წელი ასაკის გუნდთა შორის და მათ კვალდაკვალ მისდევს ნინო ბაციაშვილი. შედეგების გასაუმჯობესებლად და ჩემპიონობის მოსაპოვებლად ყველა მოჭადრაკე უკვე კვირაა იბრძვის. დიდოსტატები აცხადებენ, რომ მათ ანაკლიაში ყველანაირი პირობა აქვთ იმისთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნონ. ძალიან უწონს პირობები, აბსოლუტურად არ ჩამოუვარდება არც ევროპის დონეს. მოკლედ მშვენიერი პირობები ვაქვს და თამაშობთ შესაბამისად. საჭადრაკო ინტროტკო 50% მაქვს გულების, სადღაც ალბათ შუაში მიდივარ შესაბამისად. რა თქმა უნდა, შანსი არის ბოლო ტურამდე, მეტად ძალიან თანაბარი შემადგენლობის ტურნირია და ვფიქრობ, ბოლო წუთებში გადაწყდება ჩემპიონატის ბედი-სამეულის, ასე რომ რა თქმა უნდა, ჯერ მთელი ბრძოლა წინ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალთა ჩემპიონატი ანაკლიაში უკვე მეორე წელია იმართება. ჩემპიონატს ორგანიზებას და ფინანსურ მხარდაჭერას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა უწევს.